თბილისში შესაძლოა დენმა ნაგავი აღარ დაწეროს. მმართველი გუნდი რამდენიმე თვის წინ ხალხის სასარგებლოდ მიჩნეული პროექტის არჩევნებამდე 2 თვით ადრე შეცვლას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადი შესაძლოა საცხოვრებლის ფაქტის მიხედვით განისაზღვროს. გოკი იონათამიშვილის განმარტებით, თუ ეს იდეა განხორციელდა, აუცილებელი გახდება თბილისის საცხოვრებელი სახლების კვადრატულობის დათმო და დასუფთავების გადასახადის ამ მონაცემის მიხედვით განსაზღვრა. კომუნალური ტვირთის შემსუბუქება თუ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პიარ ნაბიჯი, რაც უკავშირებს საკრებულოს ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას. გადასახადი კვადრატული მეტრის შესაბამისად და ქართული პრეზიდენტის მომავალი ნახეთ სოფო ბერიძის რეპორტაჟში. თბილისში შესაძლოა დენმა ნაგავი აღარ დაწეროს. ერთი წლის წინ მიღებული სისტემის გადახედვა დედაქალაქის მთავრობამ არჩევნებამდე 2 თვით ადრე გადაწყვიტა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დენისა და დასუფთავების გადასახადის გამიჯვნის პროექტზე მუშაობს. წინასწარი ვერსიით დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის ნაცვლად შესაძლოა საცხოვრებელ ფართზე მიბმული აღმოჩნდეს. გადასახადის დაწესების ამ სქემას თავდაპირველად მოსახლეობას გავაცნობთ და თუ შევთანხმდებით პროექტზე, რომელიც ბიუჯეტს არ დააზარალებს და მოქალაქეებისთვის მისაღები იქნება, საკრებულო მზადაა მის განსახილველად. საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ეს პორტალ კომერსანტთან თქვა. მაესტროსთან კი მმართველი გუნდის ახალი იდეის დეტალების დაზუსტება დღეს არ ისურვა. გულავა ამბობდა, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება იმისა, თუ როგორ შემიძლია მიამოვიღო გადასახადი. გადასახადის ერთიანი ქუთრის სისტემის შემოღებისას დედაქალაქის მერმა ოპოზიციის წინადადებები არ გაითვალისწინა. ამის მიუხედავად ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი და საკრებულოს წევრი დღეს მმართველი გუნდის პოზიციის შეცვლას მიესალმება. ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ თვითონ ამ კვადრატულ მეტრობასთან დაკავშირებით რამდენად ადეკვატურია ამ გადაწყვეტილების მიღება. მე ამ წუთას ამაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა ეს გადაწყვეტილება რო უნდა იყოს გადახედილი და შეიცვალოს, აქ ორი აზრი არ არის. არჩევნები მოდის და საარჩევნო რეჟიმში არის ახლა ხელისუფლება კარგი ხანია უკვე და უნდა რაღაც ერთგვარი კეთილი ბაბუის როლი ითამაშოს, ბუნებრივია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მოსახლეობას ნამდვილად ეყოფა იმდენი გონიერებაც და ანალიზის უნარი, რომ ნახოს თუ რასთან კონკრეტულად საქმე არჩევნების პერიოდში ამის გაკეთება საკმარისი არ არის. მოხმარებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს დენზე მიბმული დასუფთავების გადასახადის სისტემის შეცვლაზე საუბრის აწყებას ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელი საკრებულოში. ახალი იდეის მოქმედ სისტემასთან არსებულ უპირატესობად კი ზაზა გაბუნია გადასახადის ფიქსირებულ ფორმას ასახელებს. თუ კი ეს გამოათავისუფლებს და უფრო მეტ თანხას დააზოგვინებს ჩვენს მოქალაქეებს და ის იხდიდა ტარიფებში კომუნალურ გადასახადისა, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ ამას ხარს დაუჭერთ. ბუნებრივია ეს ისევე როგორც ვთქვათ სხვა აქციები, რომელიც წყალს უკავშირდება და რომლის ასე ვთქვათ აქციის თარიღი პირდაპირ ებჯინება მიდის საარჩევნო ასე ვთქვათ კალენდარულ თარიღთან, რა თქმა უნდა ეს უკავშირდება საარჩევნო პროცესებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არჩევნები იქნება მიზეზი, კვლევების შედეგები იქნება მიზეზი, ჩვენი პოლიტიკური ძალების განწყობა თუ მოსახლეობის დამოკიდებულება, თუ კი ერთიანი კვითარი გაუქმდება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება მისასალმებელი ფაქტი. რამდენიმე თვის წინ მმართველი გუნდი ამბობდა, რომ ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადების ერთმანეთთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობის ნახევარს შეუმცირდა, ან იგივე დარჩა დასუფთავების გადასახადი. სწორედ ამიტომ სისტემა არ შეიცვლებოდა. დღეს კი კოკი იონათამიშვილმა კომერსანტთან განმარტა, რომ თუ ნაციონალური მოძრაობის იდეა განხორციელდა, თბილისის საცხოვრებელი სახლების კვადრატულობის დათვლა და დასუფთავების გადასახადის ამ მონაცემის მიხედვით განსაზღვრა მოხდება. საკრებულოს ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ გამორიცხული არ არის გადასახადების დიფერენცირებაზე საუბრის დაწყება საარჩევნო პიარი იყოს და საცხოვრებელი ფართების აღწერა დროში გაიწევოს. დენზე მიბმული დასუფთავების გადასახადის სისტემა დედაქალაქში დაახლოებით 1 წელია მოქმედებს. სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად თბილისის მაცხოვრებლები ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ტარიფების გაერთიანებას ასახელებენ. NDI-ის მიხედვით რესპონდენტთა 60-ზე მეტმა პროცენტმა თბილისში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემურ საკითხად მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული დასუფთავების გადასახადი დაასახელა. დედაქალაქში აბონენტის მიერ თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგია 5 თეთრზე მრავლდება და დასუფთავების გადასახადი 100-იან გარშება.